ამ ეპიზოდში საუბარი იქნება სულიერ განვითარებაზე და ოჯახზე. ვინც პიროვნული განვითარების რაც კურსებს გადის, ან მედიტირებს, ან ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ გაიზარდოს, ასე რომ თქვა და საკუთარი თავი გაზარდოს, ან სულიერ პრაქტიკებში არის, ხშირ შემთხვევაში აწყდება პრობლემას ოჯახურ ურთიერთობებში. და ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. დავიწყოთ იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც რაღაც პრაქტიკებში ვართ და ეს პრაქტიკები გვაძლევს რაღაც სიმშვიდეს და სიმშვიდის მდგომარეობას განცდას და უფრო მშვიდად ვართ მეგობრებთან, კოლეგებთან, საკუთარ თავთან, ხშირ შემთხვევაში იგივე სიმშვიდეს ვერ ვინარჩუნებთ ოჯახის წევრებთან. და ხშირად გვიგვირს ხოლმე, რომ რატო არის ეგრე რა ეგ მდგომარეობა, რატო შეიძლება გავღიზიანდეთ მშობლის ნათქვამ სიტყვაზე ან ბავშვის რაღაც რეაქციაზე ან მეუღლეზე ან პარტნიორზე, როდესაც გარეთ შეიძლება ყველაფერი კარგად და მშვიდად ჩანდეს. რეალურად ეს არის სულიერი ეგო. იმ გაგებით, რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ რაღაც დონეზე ტრანსფორმაციას, ჩვენი ეგოც მშვენივრად ერგება ამ პროცესს და ასე რომ ვთქვათ, იმალება ისე, რომ თითქოს იქ არ არის. და როდესაც ამ ურთიერთობებში შევდივართ, მაინც რაღაც დონეზე ნიღბებს ვიყენებთ. ეს ნიღაბი არის ჩვენი სოციალური გამოვლინებები, რომელთაც ჩვენ ურთიერთობთ ერთმანეთთან. სხვა ნიღაბი შეიძლება გვეკეთოს სამსახურში, სხვა ნიღაბი შეიძლება გვეკეთოს მეგობართან, ან თუნდაც მასწავლებელთან, მაგრამ როდესაც სახლში ვრჩებით ოჯახის წევრებთან, იქ აღარ გვჭირდება, ასე რომ ვთქვათ, ნიღბები, იმიტომ რომ ოჯახის წევრები ყველაზე კარგად გვიცნობენ, აი შიშვლებს გვიცნობენ, ზუსტად იციან რა, როგორ, იმიტომ რომ მათ ერთად ვცხოვრობთ და შესაბამისად გვეცნობიერად აღარ არის საჭირო გაიკეთო ნიღაბი და ოჯახის წევრებთან რჩები შიშველი, ერთი ერთზე ზუსტად ის რჩება შენში, რაც რეალურად ხარ. ეს ძალიან კარგი არის ერთის მხრივ იმ გაგებით, რომ ვინც მართლა მუშაობს საკუთარ თავზე, ამ მომენტში შეუძლია დაინახოს თუ სად არის კიდე რაღაც დასამუშავებელი ასპექტები, რა გაღიზიანებს, რა არ მოგწონს, რა იწვევს შენში რაღაც ნეგატიურ ემოციას და თუ ეს ყველაფერი დაინახე, აი მაგალითად ვიღაცამ ოჯახის წევრმა გაგაღიზიანა, თუნდაც რაღაცა მისი საქციელი იყო, შენთვის მიუღებელი ან ამან რაღაცა შენში ნეგატიური ემოცია გამოიწვია, აი ეს არის ძალიან კარგი სამუშაო საკუთარ თავთან. ანუ ის რაც შენ გაღიზიანებს შენ ოჯახის წევრში, ეს აუცილებლად უნდა აიღო, შემოატრიალო, შენ თავზე მიიღო და შეცვალო, იმიტომ რომ ამ საყვაროში ყველაფერი მუშაობს რეზონანსის პრინციპით. ამ შენ ვერ გაღიზიანდები თუ შენში ეს გაღიზიანების ის არ არის, ასე რომ ვთქვათ, ნიადაგი თუ არ არის შენში, გარედან შენ ვერაფერი ვერ გაგაღიზიანებს. იგივე სიყვარულზეც, შენში სიყვარული თუ არ არის, ვერავინ ვერ შეგიყვარდება გარეთ. მე ყველაფერი დიდი ტყუილია. ამიტომ აი ის რაც ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ჩვენ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი საკუთარ თავში. ამიტომ კარგი იქნება, რომ ჩამოწეროთ ეს თუნდაც პუნქტებად, ან თუნდაც დავიმახსოვროთ ყურადღება, გავამახვილოთ და უკვე შეგნებულად დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ოჯახი არის ჩვენი რეალური სარკე, სადაც ჩანს ჩვენი რეალური ბუნება, ეგოს მიღმა.